მეგობრები გვერდებიან, დიდი მადლობა. ვაწესრიგებ მეორე ტელეფონს, რომ ვაკონტროლოთ მაინც როგორ მიდის საქმე. გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ეს 10 დღე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა ქართული ერთობის დარბაზისა და მეცნიერთა კონგრესისთვის. მე ბოლო იმით დავიწყებ, რაც დაკავშირებულია საქართველოს ინტეგრალური რესურსები ამ დოკუმენტის წარმოდგენასთან. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, მეცნიერთა ძალიან დიდი შრომის შედეგი. ანუ ჩვენ პრაქტიკულად გვირგვინი დავადგით იმას, რაც წლების წინ დავიწყეთ და ვთქვით, სამი რამ ჭირდება ქვეყანას. პირველი, ჭირდება ინვენტარიზაცია, ანუ რისი შესაძლებლობები გააჩნია. მეორე, ჭირდება ზუსტი ანალიზი, ან ობიექტური ანალიზი, ასე ვთქვათ, ობიექტური ანალიზი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და ჭირდება ამ მდგომარეობის ქვეყანაში როგორ მოვიყვანოთ ეს რესურსები მოქმედებაში, ამის პროგრამა. დასრულდა სამთავე და დღეს წარმოდგენილი იქნა იმედის პროგრამა, რომელიც პრაქტიკულად ფიქრობდი, რომ იქნებ მე არც მესაუბრა დღეს და ის იმედის პროგრამა გენახათ, მაგრამ მე ძალიან მოკლე გამოხსნას გავაკეთებ დღეს და ყველას დიდი თხოვნით მიმართავ, რომ ხვალსაღამოს იქნება 11 საათზე გადაცემა, როცა ჩვენ უაღრესად საინტერესო პიროვნება წყალტუბოდან, წყალტუბოსთან იყო დაკავშირებული ეს დღეები, იმიტომ რომ ოტე იოსელიანის 95 წლის თავი და გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ 100 წლის თავის იუბილე თბილისში აღინიშნოს ეს ისე როგორც ეკადრებოდა ამ პიროვნებას და ეკადრება ქართველ ხალხს და საქართველოს, არ შეიძლება რომ ეს უყურადღებოდ დარჩეს ესეთ დიდი მწერლის ასეთი დიდი იუბილე 95 წლის თავი და წყალტუბოში ეს რაღაც არნახულად გაკეთდა და უპირველესად ეს იყო დამსახურება იმ სპექტაკლის თავისთავად ოტე იოსელიანის ოჯახის, ვინც გამგზელებლების, დაჩის და ძმების, მაგრამ შემდგომში როდესაც შალვა აბაშიძემ წარმოადგინა ოტე იოსელიანის მიხედვით რაღაც მონოსპექტაკლი, ეს იყო სასწაული და მიხარია რომ მეცნიერთა კონგრესმა ჩვენ ყველა მონაწილეობა მივიღეთ ამ პროცესში. ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ წყალტუბოდან ასევე ოტე იოსელიანის ხელდასმული გელა ხუნწარიძე, რომელიც ბუნებაშია და ტყეში სასწაულებს პოულობს და შექმნა ისეთი ხელოვნება, რომ ამ დღეებში წარმოუდგენლად დიდი საზოგადოება შეიკრიბა თბილისში მხატვართა კავშირში, მხატვართა კავშირის დარბაზში და ნახეს ეს გამოფენა და მე ვერ ვნახე ადამიანი, რომელიც აღტაცებული არ იყო ყველაფერი ამით. ხვალ ღამის 11 საათზე იქნება ეს გადაცემა სწორედ ამ გამოფენასთან დაკავშირებული. გუშინ წინ კი როგორც გითხარით, ანუ სულ 2-3 დღის წინ შედგა თბილისში, სამშაბათს შედგა ეს უნიკალური ესე იგი შეხვედრა თბილისი მერიოდში და ეს იყო რაღაც დიდი მადლობა თბილისი მერიოს, დიდი მადლობა ბატონ გოჩა ძასოხოვს, რომელმაც სერიოზული მხარდაჭერა გაუკეთა როგორც წიგნის გამოცემას და საერთოდ 2005-6 წლებიდან მოყვება რაღაც მხარდაჭერას უკეთებს მეცნიერებს და ეს არის მაშინ დიდი გაბედულება იყო ეს, როდესაც ესე დადგომოდა მეცნიერებს გვერდით, მაგრამ ყოველთვის არ აკლებდა ყურადღებას, როგორც იტყვიან, ეს შეიძლება ეს
მისი სულიერი მოთხოვნილება უფრო მგონია იყო ვიდრე ვთქვათ აი სხვა რამე ამ შემთხვევაში. ამიტომ ძალიან მაგრა ძლიერა დიდი მადლობა რომ მეცნიერებათა აკადემიას გულთან მიიტანა და მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა ეს შეხვედრა. იმ ვლადიმერ პაპავამ რომლის წიგნი ამ დღეებში ეკონომიკასთან დაკავშირებული გამოვიდა ამერიკაში და ძალიან მაღალი შეფასებები აქვს მას და ნუ ყავს ჩვენ ასეთი მეცნიერი და საერთოდ ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ რომელიც უდიდესი ავტორიტეტია ინტელექტუალურ სფეროში და ამ ხალხს მეტი ყურადღება უნდა ძალიან საინტერესო აუდიტორია შეიკრიბა თბილისის მერიოდში ის 80-მდე ადამიანი რომელიც ამ 2-3 საათის განმავლობაში იქ მოხდა და ვინც ნახა ეს წიგნი საქართველოს ინტეგრალური რესურსები ეს მართლაც უნიკალური გამოცემა და აი რას ნიშნავს ნამდვილი ჟურნალისტი ამას ხაზი მინდა გავუსვა დღეს ნამდვილი ჟურნალისტი რას ნიშნავს რომ ესე იგი ბატონმა ჩვენ როგორც ჟურნალისტი და როგორც ისეთი საზოგადო მოღვაწე მოვიწვიეთ ბატონი ნუგზარ რუხაძე მაგრამ როცა დაესწრო ამ ღონისძიებას მან თქვა რომ მე მსგავსი არაფერი მინახავს პირველად გავიგე საქართველოს აუდიტორიებში შეხვედრების დროს რომ საქართველო მდიდარი ქვეყანა არისო და დასაბუთებულად ეს ყველაფერიო და მართლაც როგორ უნიკალურად არის წარმოდგენილი რომ ამ ქვეყანაში ანუ მდიდარ ქვეყანაში ღარიბა და არ უნდა ცხოვრობდეთ და ეს რა პროგრამა წარმოადგენთ მეცნიერებმაო და რეალურად ასე იგი სამშაბათს ეს ღონისძიება ჩატარდა და ინგლისურენოვან გაზეთში უკვე ხუთშაბათს გუშინ სტატია გამოვიდა უნიკალური თავის სურათებით არც ერთ ქართულ გაზეთს არც ერთ ქართულ სააგენტოს ყველას გაუგზავნეთ ყველაფერი მასალა რამდენჯერმე მივწერეთ და ვეუბნებით რომ ესაა დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და მოდით არავინ და ამ დროს აი ნუგზარ რუხაძემ აი რაღაც ასაული გარღვევა გააკეთა რომ ინგლისურენოვან გაზეთში გამოქვეყნდა და ქართულზე პირდაპირ ასეთ სათაური საქართველოს ინტეგრალური რესურსები უნიკალური მინიშნებაა გაკეთებული აი უცხოელების მიმართ მით უფრო როცა ეს ინგლისურ ენაზეა დაბეჭდილი რომ ძალიან ბევრი საქართველოში რაღაცას ყიდულობს იმიტომ კი არა რომ ბიზნესი განავითაროს და ინვესტიცია ჩადოს არამედ იმიტომ რომ გააჩეროს ეს წარმოება როგორ ჩაის მრეწველობას გაუკეთეს როგორც მარგანეცის ძალიან ბევრი კალამუისკიმ გაუკეთა და ესეთი ბევრი რამ და აფრთხილებს იმათ რომ არ იმსახურებს საქართველოს ასეთ დამოკიდებულებას და პირიქით ძალიან კეთილგანწყობილად ჩამოდით და საქართველოს მდიდარი ქვეყანაა მე მახარებს რომ ასეთი ჟურნალისტები არას ნიშნავს ამ პიროვნებამ ბატონმა ნუგზარ რუხაძემ წლები იმუშავა ამერიკაში ის თავისუფალია ზიზღისგან ბოღმისგან თავისუფალია იმისგან რომ ვიღაცას უნდა ებრძოლოს ვიღაცას მხარი დაუჭიროს ის ხედავს და წერს ხედავს კარგად აანალიზებს კარგად ხედავს სიღრმეში ამ პატარა სტატიაში ხო წარმოგიდგენიათ სამშაბათს ღონისძიებას დაესწრო და ხუთშაბათს უკვე დაისტამბა ყველაფერი როგორი აქცენტები აქვს გაკეთებული აი ეს არის მადლობა ყველაფერი ამისთვის აი როდესაც გამოჩნდა კაცი რომელმაც ეს ყველაფერი დაინახა იქ მამა გიორგი ზვიადაძე ესწრებოდა ჩვენი სასულიერო აკადემიის რექტორი მასთანაც ჩვენ ვაპირებთ რომ გავაგზავნოთ ეს ურთიერთობები ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი მოვიდა და ორშაბათს სამშაბათს ოთხშაბათს თქვენ ნახავთ ყველაფერი იმას რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ სრული ჩანაწერი იქნება იმიტომ რომ ტელევიზიას არ აქვს ჯერ ის საშუალებები რომ პირდაპირ გადაცემა გაეკეთებინა თუმცა ეს იქნებოდა ძალიან კარგი ჩვენ ბევრ ტელევიზიას მიმართეთ იქნებ რომელიმე შეძლოთ რომ პირდაპირ გადაცემა წავიდეს და ნახოს ხალხმა ყველაფერი ეს რომ აი ვსაუბრობთ ქვეყნის პოტენციალზე ქვეყნის რესურსებზე თანაც არ ეს ინტეგრალური რესურსები მეცნიერთა ნაშრომია რომ აი ორმა დიდმა მეცნიერებმა საინტერესო პიროვნებამ პროფესორებმა დოქტორებმა გივით ალაკვაძემ და იოსებ არჩვაძემ მოკრიბეს ყველაფერი ეს ძალიან დიდ მასალაზე დაყრდნობით წარმოადგენეს და ყველაფერი ეს დაიწყო რით დაიწყოს დემოკრატიის ცენტრი 2004 წელში გაგრძელდა წინ საქართველოში გაგრძელდა თავისუფალი აზრის სახში გაგრძელდა შემდგომ ესე იგი აი ამ ისეთ მიმართულებაში ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას რომელსაც მინდია უგრეხელიძე ედგა სათავეში მერე გაგრძელდა მეცნიერთა კონგრესში ესე იგი და დღეს უკვე აი როგორც მეცნიერთა კონგრესის თავისუფალი აზრის სახლის ქართული ერთობის დარბაზის სახით არის ეს არ არის ერთი და ორი დღის ნაშრომი ანუ მეცნიერებმა ძალიან კარგად ჩამოყალიბდა
დამოკიდებებულად, ჩამოქნილად გააკეთეს ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება ბრძოლა ხელისუფლებისთვის, ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება კარგად გავიაზროთ, როგორ შეიძლება რომ ქვეყანა ბედნიერებით იყოს სავსე, როგორ შეიძლება რომ ქვეყანა იყოს წარმატებული. აი მეცნიერებმა ამ ხნის განმავლობაში დადეს ეს მასალა. მადლობა ამ ხალხს, მადლობა მეცნიერებს, რომლებმაც შიშველი ხელებით ყოველგვარი დღეს ვამბობდი იმის თაობაზე, რომ მე მომისმენია, როდესაც არა თუ ერთ ორ მეცნიერს ურეკავდნენ, რა დროს ეს არის, საჭმელი არა გვაქვს, სასმელი არა გვაქვს, რა დროს ამაზე ფიქრეაო, რომ სახლიდან რო ურეკავდნენ, მაგრამ ეს მეცნიერები იყვნენ, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს მეცნიერები დააფინანსა, ამათი სულიერი მოწოდება იყო, შინაგანი მოწოდება იყო და ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ ჩვენ, რომ პოლიტიკოსი ფიქრობს სკამზე და არჩევნებზე, მეცნიერი ფიქრობს მომავალზე. აი სწორედ მეცნიერება მომავლით შეხედეს ყველაფერს და მომავლის პროგრამა აი ეს სამ ძალიან საყრდენ მიმართულების გათვალისწინებით. პირველი ინტეგრალური რესურსები, ანუ პოტენციალი ქვეყნის, ანუ ინვენტარიზაცია ქვეყნის. მეორე ის რომ ვიცოდეთ რეალურად რა მდგომარეობაში ვართ ქვეყანაში და მესამე ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ. დღეს სწორედ ეს წარმოვადგინე მე და ვთქვი რომ იმედის პროგრამა შედგება 7 პირველ ეტაპზე, ანუ ჩვენ რამდენიმე ეტაპად გამოვყავით ეს და მივმართეთ საზოგადოებას და უთხარით. მოდით დავიწყოთ ჩვენ საუბარი ყველაფერი იმაზე, რაც დაკავშირებულია მომავლის საქართველოსთან და დავიწყოთ რით, რომ ჩვენ წარმოვიდგინეთ. პირველი ეს იყო წარმოდგენილია უკვე ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ეროვნული თანხმობის ხელისუფლების კონცეფცია, რომელიც მეცნიერთა კონგრესში შემუშავებულია და ეს უკვე წარმოდგენილია. მეორე, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. მესამე, დღეს წარმოადგინეთ სისტემური ცვლილებების პროგრამა, რომელიც სახელწოდება მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. მეოთხე, რომელზეც ჩვენ ვფიქრობ და აი 7 რაც გითხარით, ეს ასე ვითარდება სახელმწიფო კაცების საკრებულოს კონცეფცია, რომელიც მეცნიერთა კონგრესს აქვს. ერთ-ერთი მიმართულება იქნება სწორედ ხალხი ქირაობს ხელისუფლებას, რას ნიშნავს ეს კონცეფცია. ერთ-ერთი კონცეფცია არის ესე იგი რომელიც დაკავშირებულია მართალ ტელევიზიასთან. აი ასეთი რამეებისგან შედგება ეს ყველაფერი, ანუ ჩვენი ეს მიმართულებები, 7 პროექტი. ეს პირველ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ რას, ვეუბნებით ხალხს, მოახდინოთ ზეწოლა ტელევიზიებზე, მოახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ დავიწყოთ ამ საკითხების განხილვა. არ შეიძლება რომ ვთქვათ, აი აქ არის კიდევ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარების კონცეფცია, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს ქვეყანაში, ვინც დავრჩით და ქვეყნის გარეთ ვინც წავიდა. ეს ერთხეულად უნდა იქცეს და მე დღეს მივმართეთ თხოვნით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონ ესე იგი ვინც იყო ყრილობის მომზადებასთან ემიგრანტთა ყრილობა რომ შედგა მერაბ ბერძენიშვილის ეზო გარემოში, მივმართე ნიკოლოზ ჩხეიძეს, რომელიც ამერიკაში ჩვენი ესე იგი დიასპორის ხელმძღვანელია, მივმართე ქალბატონ ლუარანი ჟერაძეს, რომელმაც დაიწყო ფლორენციაში სწორედ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის სესიები, დაიწყო კონგრესი დაიწყო ესე იგი ფლორენციის სესიით, მერე იყო რომის, ხვების, ასე და დაახლოებით 10-ში ჩატარებულია, მაგრამ ესე იგი 90 ქვეყანაში ცხოვრობენ ქართველები, სოფელი აღარ არის უკვე მსოფლიოში, სადაც ერთი ქართველი მაინც არ არის. ეს ჩვენთვის ტრაგედიაა, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ რომ ეს პოტენციალი მოქმედებაში მოვიყვანოთ და რასაც ჩვენ ვფიქრობთ, შეიქმნას საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების დაცვის, ხოლო ქვეყნის გარეთ ემიგრანტთა უფლებების დაცვის ეროვნული ლიგა, საერთაშორისო ლიგა, ეს იქნება უნიკალური რამ და აი ჩვენ ამ გზითაც მივდივართ. აი ესეთი 7 რამ ერთდება ერთმანეთთან. ჩვენ ვამბობთ რომ მეორე ეტაპზე, ანუ ეს პარალელურ რეჟიმში შეიძლება მიდიოდეს, უნდა ხდებოდეს იმ 60-მდე პროექტის განხილვა, რომელიც ჩვენ შექმნილი გვაქვს უკვე და რომელიც შეძლებს იმას, რომ თუ დღეს ერთი ლარი აკეთებს 20 თეთრის საქმეს, 10 თეთრის საქმეს, თუ ვთქვა დღეს
ქვეყნის პოტენციალის 7-8%-ზე მეტი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არ მოგვიყვანია მოქმედებაში ჩვენ გვაქვს პროექტები, კონკრეტული ლოკალური პროექტები, რომელთაც შეუძლიათ პირველი საქართველოს პოტენციალის როგორც მინიმუმ 4 წლის განმავლობაში 60-70-80%-თან მიახლოებული პოტენციალი მოიყვანოს მოქმედებაში. ეს უნიკალურია. და ეს ერთი, რაც და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ესე იგი თუ ერთი ლარი დღეს 10 თეთრის და 7-8 თეთრის საქმეს აკეთებს, რეალურად შესაძლებელი იყოს რომ ერთმა ლარმა 60-70-80 თეთრის საქმე მაინც გააკეთოს პირველ ეტაპზე და მეცნიერთა კონგრესი ამბობს იმას რომ თუ ამას ჩვენ ვერ შევძლებთ და თუ ამას ვერ გავაკეთებთ, ვინც იქნება ჩვენზე კი არ არის საუბარი. აი ეს საზოგადოებრივი პარლამენტი, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა და უკვე მთელი მუშაობა ამაზეა გადართული, რომ ჩვენ სექტემბრის თვის უნდა მივიღოთ საზოგადოებრივი პარლამენტი, ანუ საზოგადოების ყველა ფენას უნდა ყავდეს თავის წარმომადგენელი. აი ეს დოკუმენტი, რომელიც ყველგან მაქვს, ვატარებ და სადაც კი მაქვს საშუალება, ვარიგებ, გითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ ალბათ უნდა დავასრულოთ გვინდოდა რამდენჯერმე ვთქვი დავასრულოთ ვერ შევძელით, იმიტომ რომ ახალი და ახალი წინააღმდეგობები მოდის, ვაკრიტიკებენ ამ ბოლო პერიოდში დღეს ვთქვი კიდევაც რომ აი ვთქვათ რატო ის არ არის, რატო ეს არ არის, ვეუბნებით რომ ხო არ არის ჯერ საბოლოო სია და იმ სიაში ძალიან ბევრი ვინმეა. აქ ერთი კაცის მიერ დასახელებულზე არ არის ლაპარაკი, რამდენიმე პიროვნება, ყველაზე ძლიერი არის ის რომ რომელსაც ვიღაცა კახეთში ასახელებს, აჭარაშიც, იმერეთშიც, გურიაშიც, ასეთი ბევრი აღმოჩნდა. ამიტომ ეს ის ხალხი იქნება, რომელსაც გამოვიტან ჩვენ, აი გამოვაქვეყნებთ ამ 200-მდე ადამიანის სია და მივმართავთ საზოგადოებას. ეს ალბათ იქნება ივლისის ბოლოს, ნუ ყოველ შემთხვევაში აგვისტოში, რომ სექტემბრის თვიდან უკვე ამ საზოგადოებრივ პარლამენტმა დაიწყოს ფუნქციონირება, რომ საზოგადოების ყველა ფენას, ყველა რეგიონს, ყველა კუთხეს, ყველა ეროვნებას, ყველა რელიგიას, ყველას თავისი წარმომადგენელი ყავდეს აქ და რეალურად ეს იყოს სახე იმისა, რასაც საქართველოა დღეს პარლამენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩევნები, იმიტომ კი არ უნდა ჩატარდეს, ვთქვათ, როგორც ითხოვენ, გაღალბდაო. არ შეიძლება ასეთი პარლამენტი ყავდეს ქვეყანას, არა მარტო ერთპარტიული რომ არის, პოლიტიკოსი არ არის პარლამენტში, ბიზნესმენები არიან, რა უნდათ ბიზნესმენებს პარლამენტში მიხედონ ბიზნეს დაქცეულია ქვეყანა, ეკონომიკა არა აქვს და პარლამენტში ყოფნით შეულობენ ფულს. ეს ხო წარმოუდგენელია. მე არ მინდა დღეს ამ დეტალებში შევიდე ბევრი რამის გამო და არ მინდა რომ კრიტიკასთან იყოს დაკავშირებული დღევანდელი ჩემი გამოსვლა. ესე იგი, ვიმეორებ რომ სასწაული ხალხია მოგრებილი, უაღრესად საინტერესო ადამიანები. აი იგივე ამ დღეს ნახეს, თქვათ, არაერთი და ორი პიროვნება, აი ვინც ახალი გამოჩნდა, აი ამ სისტემა მოძებნა ეს ადამიანები და არაერთი და ორი პიროვნება გამოჩნდა, რომელთა მიმართ საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური განწყობაა. ჩვენ სწორედ ეს ადამიანები, ამ ადამიანების ერთობაზე ვლაპარაკობთ. ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი პარლამენტი. ვიცი ძალიან კარგად რომ ბევრს ეტყვიან, იქ არ შეხვიდე, ეს არ გააკეთე. ამ ესაც გამოჩნდება, ვინ არის ხალხმა რომ დაგასახელა, იყავი მადლობით, მადლიერებით და დავიწყოთ ეს შეხვედრები და პირველი დავიწყოთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის განხილვით. ეს პარლამენტი ხო არ იქნება ვინმეს რო ებრძოლოს და ვინმე რო დაიცვას. ეს პარლამენტი იქნება ეროვნული საკითხები რომ მიიღოს, ეროვნულ საკითხებზე გადაწყვეტილებები რომ მიიღოს, ზოგიერთი ისეთ საკითხის განხილოს, რომელიც დღევანდელ პარლამენტში იხილება და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას იღებენ ისინი და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ადამიანები. ძალიან საინტერესო გახდება ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვიძლია მარტო ჩვენ ამის გაკეთება. ამას სჭირდება დიდი მხარდაჭერა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ აუდიტორია. იმისი რომ თქვათ საშუალება იყოს რომ პირდაპირი გადაცემები იყოს. ამას სჭირდება ტელევიზიის არნახულად მომზადება, რომ იმ დარბაზიდან პირდაპირი გადაცემა მიდიოდეს. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული რაღაც ისინი. ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმის თაობაზე, რომ ესე იგი ამისინ ერთ-ერთ პიროვნებას ვეუბნებოდი, რომ აი გაკეთა რა, აი თქვათ ვინმესთვის რო გვითხოვა მეთქი, რომ იშოვე საგამოფენო დარბაზი. ეს ერთი, მეორე ჩამოიტანე ყველაფერი წყალტუბოდან. განალაგე. ძალიან მე ეს არ არის უბრალოდ ნახატები. 50-60 კილოგრამია ზოგიერთი ის რაც არის, აი ვთქვათ,
ხელოვნების ისინი რაც არის წარმოუდგენელი წონა აქვს წარმოუდგენელი ეს ხია მასიური ხეებია დამუშავებული ამიტომ ეს პატარა რამდენიმე მანქანა დაჭირდა რამდენიმე ის ვთქვათ ის რომ დამხმარე მუშახელი ყველაფერი და ასე შემდგომ ესე იგი დარბაზი ჩამოტანა ეს მუშა ხელი ყველაფერი ამისი ჩვენ ფიზიკურად მუშაობდით ყველანი ხელოვანის დაწყებული ყველანი მაგრამ მე საბოლოოდ გეტყვით რატო ვსაუბრობ ამაზე რო გეთქვა ის რომ ალაფრუშეთი მოვამზადოთ დაახლოებით 100-150 კაცი რომ მე ვნახოთ სიტყვებით გამოსვლები იყოს რომ დავათვალიერებთ ამას ხალხმა თავის მოსაზრებები გამოთქვას და რაღაც დავლოცოთ კიდევაც ამის ისა და 100 კაცი რო დავრეკეთ 100 და 120 ლარი ღირს ერთ კაცი ჩვენ აი 30000 ყველა მეუბნება რომ 30000 დოლარიდან დაიწყებოდა რომ ვთქვათ ეს ვინმეს ეთქვა 5000 ლარი ნუ რამდენი ეს 1500 თუ რაღაც ნუ 1600 1700 დოლარი ხომ ამას დაჭირდა აქედან პიროვნებამ კიდე ტელევიზიას მიეხმარა რაღაც გარკვეული თქვენ წარმოგიდგენიათ ის რასაც 30-35,000 დოლარი ჭირდებოდა ჩვენ 1500-1600 დოლარად გავაკეთეთ რატომ რომ ხელები დავიკაპიცეთ ყველა მუშაობდით და ფული კი არ არის აქ თავარია სული ქვეყანა სულით უნდა იმართებოდეს და არა ფულითო გურამ ესე იგი ქართველი შვილმა ძალიან გამორჩეულად და კარგად თქვა ამის თაობაზე და ბედნიერებაა რომ აი ესეთი არაერთი და ორი შემოძახილია ვთქვათ ხელოვნების მოღვაწეებისაგან და ბატონი გურამი კიდე ძალიან საინტერესო წიგნები გამოცა ძალიან საინტერესო ვთქვათ თავისი გამოსვლები აქვს კიდე და ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი აი გითხარით თქვენ რომ აი აქ ერთი თეთრი 2 მილიონი დოლარი კი არა 3 მილიონი ჯდება პირველი არხი თვის განმავლობაში არც მოვიდა გამოფენაზე არც მოვიდა გუშინ ამ იმაზე არც მოვიდა ოტეოსელიანის 95 წლის თავზე სახალხის ტელევიზია ქვია 3 მილიონ დოლარს იღებს თვეში და ჩვენთან ვინც მუშაობენ ესენი ამბობენ რომ 100-150,000 ლარი თვეში და ნახავს საქართველოს როგორი ტელევიზია იქნება როგორ უნდა გავაკეთოთ ეს აი ვკითხულობ ყველას ვეუბნები და როგორ ვერ უნდა შევძლოთ ყველამ ეს თუ საქართველოს გვინდა და მარტო სიტყვაზე არა ვართ ორიენტირებული როცა ასეთი პროგრამებია დადებული როცა მეცნიერთა კონგრესმა აჩვენა ყველაფერი იმისა რომ რეალურად რაც ქვეყანა სჭირდება მინიმალური ესე იგი ლოკალური პროგრამები დუდი პროგრამები ყველაფერი დადებულია ინვენტარიზაცია გაკეთებულია, ანალიზია მოცემული მდგომარეობის, პროგრამები მოცემულია. მესამე ეტაპზე, როგორც ვთქვით, ჩვენ აი ლოკალური პროგრამების განხილვის შედგომ, მეცნიერთა კონგრესი პირველად მიხეილ სააკაშვილის შეთავაზა 2006-7 წლებში, ეს რომ მოხდარიყო, არც 2008 წელი მოხდებოდა და შემდგომ სხვანაირად განვითარდებოდა. რა იყო ჩვენი პოზიცია? მოდით წერილი გაუგზავნა მეცნიერთა კონგრესმა მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს. მერე ყველას უგზავნის იგივე იმას ყველა მერტნაირი იგნორირება გააკეთა. რაზეა ლაპარაკი? ჩავატარო დიდი კონფერენცია მომავლის საქართველო. ვინ როგორ ხედავს ამას? კი არ ვაკრიტიკოთ ერთმანეთი. არამედ მოდი ვთქვათ, ვინ როგორ ხედავთ მომავლის საქართველოს და მის გზებს. როგორ გავაკეთოთ ეს? იყოს ხელისუფლებამ გააკეთოს ერთი მოხსენება. ვთქვათ 1 საათიანი. მეცნიერებათა აკადემიამ გააკეთოს ერთი. თუ ვინმეს აქვს კიდე სურვილი თუ არა და მეცნიერთა კონგრესს აქვს სურვილი რომ გააკეთოს 1 საათიანი მოხსენება. იყოს ეს დიდ დარბაზში, სადაც შეიკრიბებიან დეპუტატებიც, მინისტრებიც, თავრობის წევრები, გუბერნატორებიც, მერებიც, პროფესორები, დოქტორები, აკადემიკოსები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, შევიკრიბოთ ერთად ხალხო და ვთქვათ რომ ჩვენ ქართველები ვართ, რა გვაქვს ერთმანეთისთვის სალანძღავს აგინებელი. მოდით გამოვიდეთ და ვთქვათ ამ ტრიბუნიდან, ვინ როგორ ხედავთ მომავლის საქართველოს. და მე უკვე როცა ყველა გამოვა, ვისაც სურვილი ექნება, პარტია გამოვიდეს, ნებისმიერი ჯგუფი გამოიტანოს თავის პროექტი, როგორ ეს უნდა იყოს ლაკონური, კონკრეტული პროექტები, პროგრამები უნდა იყოს, ხედვა უნდა იყოს კონკრეტული. მე შევკრათ ყველამ ერთად რაღაც დიდი ჯგუფი დავსვათ და ვთქვათ, აი ამოდენა მასალა რო დაგროვდა, მოდით ახლა გაანალიზეთ და დაწერეთ მომავლის საქართველოს პროექტი პროგრამა. აი ეს არის საქართველო. და ჩავატაროთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი, ყველა რეგიონიდან მოვიწვიოთ, სადაც კი ცხოვრობენ ქართველები, ადგილზე ვინც ვართ, რეგიონებიდან, საგრებულოების წევრები, ვინ არიან სხვები და სხვები, ესე იგი
პარლამენტის წევრები ყველანი შევიკრიბოთ სპორტის სასახლეში და გამოვიტანოთ ეს იყოს დიდი ეროვნული ყრილობა და გამოვიტანოთ ეს მომავლის პროგრამა და ვთქვათ ხალხო მოდი გაგვაერთიანოს ჩვენ მომავლის პროგრამის მოქმედებაში მოყვანამ გაგვაერთიანოს საქართველოს ინტეგრალური რესურსების მოქმედებაში მოყვანამ რა არის ამაში მიუღებელი რა არის ამაში ცუდი რომელი ქვეყანა უნდა უარყოფდეს ამას რომელი ხელისუფლება უნდა უარყოფდეს ამას მე არ ვაკეთებ დღეს ხელისუფლების ანალიზს მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე ვიცი გავიარე და ძალიან დიდ ქალაქში ქუთაისში რომელიც განსაზღვრავდა ძალიან ბევრ რამეს აწლეულების განმავლობაში ჩემზე არ არის საუბარი ასეთი ეროვნული სულის ქალაქი იყო მუდმივად ასეა ეს მთელი საქართველოსთვის ცნობილი ჩემთვის დიდი პატივი იყო რომ ამ ქალაქში ვიყავი ქალაქის ხელმძღვანელი და ვამბობ რომ ამ ქალაქში კენჭიც კი მიყვარს და ამ ქალაქს აი უნდა ემსახურო ყველა ქალაქს ყავს უნდა ყავდეს ისეთი ადამიანი რომელიც იტყვის რომ მე ამ ჩემს რაიონში ჩემს ქალაქში კენჭიც კი მიყვარს და სიცოცხლის ფასად დგევარ ამ ქალაქისთვისო ჩვენ რეალურად ბევრი რამ მასწავლა ქალაქმა ბევრი რამ შეძელი ჩვენ მოდით გავაერთიანოთ ყველაფერი ესენი და ვთქვათ რომ რა არის რა პრობლემა გვაქვს ხალხო რა მე გამოცდილება მივიღე ვიცი ძალიან კარგად უყურებ ამ გამოცდილების არ მქონე ადამიანებს რომლებიც არიან ხელისუფლებაში ვიღაცების მიერ დასმული რომ არ იყოს ხალხი ამათ არ აირჩევდა კონკრეტული პიროვნებები ზოგან ფული ირჩევს ზოგან ქურდი ირჩევს ზოგან ვიღაც ირჩევს ზოგან ამერიკამ აირჩია ზოგან რუსეთმა აირჩია ზოგან ქართველ ხალხს ჯერ თავისი ხელისუფლება არ ყოლია ანუ ქართველ ხალხს ჯერ არ აურჩევია თავის ხელისუფლება ან ფულით ირჩევდნენ და დაამშიეს და დააუზდურეს ხალხი ისე რომ ადვილია ხალხის მოსყიდვა და როგორ ჩანს პოლიტიკოსებს მოსწონ დამშეული და დაუზდურებული ხალხი მეცნიერები ებრძვიან სწორედ ამ პროგრამას რასაც დამშევა ქვია ხალხის და ამბობენ რომ საქართველო იქნება დემოკრატიული როცა საშუალო ფენა იქნება 60-70% მაინც როგორ შეიძლება 90% შიმშილის პირზე ცხოვრობდეს ქვეყანაში როგორ შეიძლება ეს და როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში არჩევნები როგორ შეიძლება ქვეყანაში ხელისუფლება ამბობდეს რომ წარმატებულია და ჩვენ ლაპარაკობთ რომ 92 წლის მერე რამდენი გავიდა ბატონებო 33 წელია რა 34 წელი დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ნახეთ სხვა ქვეყნებში რა მოხდა ჩვენთან როგორი მდგომარეობა მაშინ როდესაც ჩვენ ყველაზე წინ უნდა ვიყოთ რატო უნდა ვიყოთ ამ მდგომარეობაში რას ვებრძვით ერთმანეთს ასე ვეჭუბებით ერთმანეთს რატო ვჭამთ ერთმანეთს რა არის ეკვერე რა გახდა ეს სკამი ასეთი რა გახდა ეს ისინი აი მესტიერთა კონგრესი დღეს თქვი და ვიმეორებ რომ მესტიერთა კონგრესი არასდროს ერთი ფულიანი არ მიიკარა ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ არც ტელევიზიაში არ უნდა იყოს 4%-ზე მეტი პრობლემი არავინ არ უნდა იყოს ასე იყო მერაბ ბერძენიშვილისა და იმ დიდი გუნდის მიერ ეზო ჩხეიძის არნოლდ გეგეჭკორის ანზორ ერქომაიშვილის და ძალიან ბევრი ვინმეს მიერ გადაწყვეტა 4%-ზე მეტი მილიარდი და ჩადო ვერ უნდა იყიდო ტელევიზია არავისი არ უნდა იყოს ტელევიზია უნდა იყოს ხალხის განწყობის გამომხატველი ხალხის ინტერესების მსახური ხალხზე ორიენტირებული უნდა იყოს და არა პარტიის და რომელიმე პიროვნების აი ასეთი ტელევიზიაზეა ლაპარაკი აი ასეთ პროგრამებზეა საუბარი აი ეს არის გასაკეთებელი დღეს ამ ქვეყანაში სხვანაირად ეს ქვეყანა მდგომარეობიდან ვერ გამოვა რეალურად ძალიან კარგად ვხედავთ იმას რომ ჩვენ ფულიანი კი არ გვაინტერესებს დააკვირდით ფულით მოპოვებული ავტორიტეტი ანგრევს ქვეყანას ის ავტორიტეტი არ არის მერაბ მამარდაშვილი ამბობს რომ ადამიანი ღირსებით იწყებაო ღირსება არ აქვს იმას ვინც საქართველოში ფული იშოვა ან დღეს ფუფუნებაში რომ ცხოვრობს და დიდი ფული აქვს ამ დღეებში დიდი მწერლის იუბილე იყო უნიკალური გამონათქვამი აქვს როცა შენ ქვეყანას უჭირს შენ კი ფუფუნებაში ცხოვრობს ხათ კარგად ვერ არის შენი აზროვნების საქმეო და თათკაი ადამიანი არ ახარ შენო რეალობა ეგ არის და ჩვენ აი ამ დროს პირიქით ვაკეთებთ იმას რომ არსენა ვებძოდი დადრევს თქვი ამის თაობაზე რომ ის დიდარს ართმევდა და ღარიბს აზდებდა და წართმევა როგორ შეიძლებაო და ესენი ღარიბს ართმევენ და დიდარს აძლევენ ეს როგორ შეიძლება ეგეთი რამე ეს როგორ შეიძლება წინ წავიდეთ ამ იმაზე რა აი ამიტომ ჩვენ ვამბობთ რომ არ არის ფულით მოპოვებული ავტორიტეტი ყალბი და დამანგრეველია ქვეყნისთვის ფულით ნაკიდი აქ ხელისუფლებას და ადამიანების დამანგრეველია ვინც ფულით ყიდულობს ის ქვეყანას გვიყიდის და ვინც ფულზე იყიდება ის ქართველი აღარ არის საქართველოს მოქალაქე არ არის მაგრამ ვებძოლოთ ფულიანს არა მაგრამ როგორი უნდა იყოს ინტელექტით მოპოვებული ავტორიტეტი და ფული ეს არის ქვეყნის მშენებლობა ინტელექტით
მოპოვებული ავტორიტეტი და ფული. აი ეს არის ქვეყნის მშენებლობა. ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება. ინტელექტი, ბიზნესში გვჭირდება ინტელექტი. ბიზნესში გვჭირდება განათლებული ადამიანები. პოლიტიკაშიც განათლებული ადამიანები, ბიზნესშიც განათლებული ადამიანები. 99% ბიზნესში ვინც არიან დღეს ვეღარ იქნებიან ისე როგორც არიან სრულიად სხვა ახალი ხალხი. მე არ ვლაპარაკობ თაობა და მანდა მაინც იმაზე რომ ახალგაზრდა უნდა წამოვიდეს, მე ამაზე არ ვლაპარაკობ. უკრაინიდან ბატონი გიასიგოა გვირეკავს, დიდი მოკითხვა მას და დიდი მადლობა ვიცი რის სიმოლოცვაც გინდა და ამის თაობაზე ბოლოს ვილაპარაკებ. ალბათ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაზეც საუბრობთ ბატონებო ჩვენ. აი ხმამაღლა მინდა ვთქვა რომ ჩვენ დღეს გვჭირდება ყველგან განათლებული ადამიანები, ინტელექტუალური ადამიანები. როგორც კი ასეთი ადამიანები იქნებიან ბიზნესში, როგორც კი ასეთი ადამიანები იქნებიან პოლიტიკაში, როგორც კი ასეთი ადამიანების მხარდაჭერა იქნება ქვეყანაში, როცა მასწავლებელი და მეწარმე და როცა მასწავლებელი, მწერალი, მხატვარი, ხელოვანი, მეცნიერი ხელის გულზე გვეყოლება და მეწარმე, რომელიც სამუშაო ადგილს ქმნის, მაგრამ მეწარმე, რომელიც კი არ ართმევს ხალხს, ბანკებმა გაძარცვეს საქართველო. ესენი კი არ არიან მეწარმე, ეს არის ბანდიტობა. ლაპარაკი არის რეალური ეკონომიკურ სექტორში რომ მუშაობენ, რეალურ ეკონომიკურ სექტორში. რეალურ ეკონომიკურ სექტორში შეუძლია შეცვალოს 20-80 ხო არის დღეს 20%-ია ჩვენი 80% გარედან შემოგვაქვს რასაც ვჭამთ. ჩვენ გვჭირდება 80% პირველ ეტაპზე ისეთი გუნდი, რომელიც 80%-ს თვითონ აწარმოებს და ესე იგი თვითონ აწარმოებს 80%-ს, ანუ ჩვენ და 20% შეიძლება შემოვიტანოთ პირველ ეტაპზე. ეს ყველაფერი რეალურია. ჩვენ ძალიან რეალურ პროგრამებში ვართ ბატონებო, ძალიან რეალურში. ამას ჭირდება რა დღეს პროგრამას რომ ვადგენდი ვამბობდით რომ აბატონო პროგრამები, ეხლა სიტყვა ხალხზე და ხელისუფლებაზეა. ჩვენ არ გვჯერა რომ ხელისუფლება რაღაც სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ ხალხმა ხომ ის მაინც უნდა შევძლოთ რომ ეს პროგრამები ტელევიზიით გამოვიდეს. იმას მაინც ხომ უნდა მივაქციოთ რომ მოვითხოვოთ ის რომ გამოიტანეთ ეს ყველაფერი იმაში პარლამენტში, კომიტეტის ხომებზე, სხვაგან და სხვაგან და სხვაგან. ერთმა ბატონმა რევას თევდორაძემ ამ დღეებში გამომიგზავნა, აი ქუთაისში გამოკითხვა ჩაატარესო. თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხი როგორი უშიშარი გამოჩნდა ძალიან ბევრ ადგილზე. ქართული ოცნების 4 კანდიდატია სურათით და ამბობენ რომ ქართულ ოცნებას ესენი უნდაო. იმაცე კი არა ძალიან ბევრი და ნახეთ ერთი და დარწმუნდებით იმაში რომ ლაპარაკობენ ჩემზე. 27 წლის წინ წავედი ქალაქის მერობიდან. რამ შეგაძულა თქვენ ის ადამიანები, რომლებიც სოფლის გამგებლები იყვნენ, რაიონების, ქალაქების ხელმძღვანელები იყვნენ, რაღაც გამოცდილება აქვთ მიღებული, რამ შეგაცულა დემ გამოუსწელმა ადამიანებმა ირანში შეგვიყვანა ჩვენ აგერ, ჩინეთში შეგვიყვანა, სადაც გინდა ყველასთან უნდა გქონდეს კონტაქტები, მაგრამ როგორ შეიძლება ვლანძღავდეთ ამერიკას, ვლანძღავდეთ ევროპას და ირანთან ვამყარებდეთ ურთიერთობებს და სხვა თურქეთთან და თუნდაც თქვათ ჩინეთთან და რუსეთთან და ასე შემდგომ. და ეს მოწონთ დღეს საქართველოში და ყველგან ლანძღვა გინება არის ამერიკის და რუსეთის აღვა ხალხი. ამას ყველაფერს და რა გვინდა ამერიკა, რა გვინდა ჩვენ გვჭირდება საქართველო. საქართველო ნიშნავს თანამშრომლობის სივრცეს. ეს არის პროგრამა ჩვენი. საქართველო უნდა იყოს თანამშრომლობის სივრცე. ჩვენ არავის ფერქვეშ არ უნდა გავეგოთ, არავინ თავზე არ უნდა დავისვათ და არც არავინ ფერქვეშ არ უნდა გავიგოთ და არც არავის თავზე არ უნდა დავაჯდეთ. ჩვენი ამოცანა არის საქართველო ვაქციოთ თანამშრომლობის სივრცეთ. ეგ ეროვნულ საზოგადოებრივ, ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში ყველაფერი ეს ლამაზად და კარგად წერია. აი ამიტომ ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ ხალხის და მეცნიერების ერთობა. ჩვენ ავირჩიეთ გზა, არ ვებრძოლოთ არავის, მაგრამ ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ამ შემთხვევაში. მე ასე მოხდა, რა ვქნა, პარასკევს გადაცემები მაქვს ყოველთვის და დაემთხვა ჩემი დაბადების დღეს. უამრავ ადამიანმა მომილოცა და ეს ყველაფერი აი ისეა ჩემთან Facebook-ი დაბლოკილი რომ ადრე თუ 2-3 კაცია დღეს 200-300-ს ვერ ადის. ნუ გასაგებია ხა რატო, მაგრამ 1700-მა კაცმა ისე მომილოცა პირადში უკვე. წარმოიდგინეთ ეხლა რასთან გვაქვს საქმე და რას ბლოკავენ და რას აკეთებენ. ეხლა მე არც ამაზე მინდა დღეს საუბარი. მე ყველას მადლობას კი არ გეუბნებით, ვინც მომილოცეთ.
ეს ჩემთვის პასუხისმგებლობაა. მე გეუბნებით ერთ რამეს, ჩემგან ღალატი არ იქნება. უკეთეს პასუხს რას ელოდებით თქვენ? რა მადლობა უნდა ვთქვა ამაზე მეტი? მე ვდგევარ სიცოცხლის ფასად და ჩემგან ღალატი არ იქნება. ეს არის ჩემი პასუხი. ვინც მომილოცეთ, ვერ მომილოცეთ, ვინც პოზიტიურად ხართ განწყობილი, ვიღაცას რაღაცას იმედი გაქვთ. მე ძალიან მომართული ვარ. ძალიან არ ნახულ ძალებს ხედავ ირგვლივ. ადამიანებს ხედავ ინტელექტით სავსეს, ადამიანებს ხედავ, რომელსაც უყვართ ეს ქვეყანა, უნდათ რომ წინ წავიდნენ. არავით არის თანამდებობები და სკამები არ უნდათ ამათ და არ იბრძვიან იმისთვის, რომ შეინარჩუნონ სკამები. პირიქით იმას ამბობენ, რომ თუ თქვენ განმარტებაა გაკეთებული დღეს პროგრამა რო წარვადგინეთ, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლება? თუ ასრულებ იმას იყავი ხელისუფლება, ოცნება იქნები, თუ ნებისმიერი ვინც არ უნდა იყო. მაგრამ თუ ვერ ასრულებ ამას, წადი ბატონო, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებ საკუთარ თავს. და თუ ამბობ იმას, რომ ძნელია პროექტები, რომელსაც ჩვენ მეცნიერთა კონგრესი გვთავაზობს, აი ის გუნდი, რომელიც სექტემბერში დაიწყებს მუშაობას, აი იმ გუნდს შეუძლია ამის გაკეთება. მიეც საშუალება, ჩვენს ხო საქართველოს გვინდა. თუ თქვენი სკამებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ან თქვენ სკამებს უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ არ სკამებს ვებრძვით, არც თქვენს თანამდებობებს, არც პარტიებს და არც სკამებისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის. საქართველოსთვის ბრძოლა უნდა გაგვაერთიანოს. აქ არ შეიძლება იყო ამ პარტიის და იმ პარტიის წევრი. ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ, მოდით საქართველოს ინტეგრალური რესურსების, ანუ ამ წიგნში ეს არის საქართველოს რესურსები. და ამ წიგნში როგორ კარგად ჩამოაყალიბა ნუგზარ რუხაძემ, რომ აი დავწუნდი რომ მართლა მდიდარი ქვეყანა ვართო. როგორ შეიძლება მდიდარ ქვეყანაში ღარიბად ცხოვრობდეთ? აი რომ შევცვალოთ ეს, ანუ რომ მოვიყვანოთ საქართველოს ინტეგრალური რესურსები მოქმედებაში, მოდი ამან გაგვაერთიანოს. რას დარბი ხართ ამ უცხოეთში? და რას გინდათ რომ აი ჩაუშვათ ესენი, ან რას იბრძვით იმისთვის რომ ვთქვათ ლანძღავთ სხვასთან რაღაც იმ მასში ვართ გადასული, ლანძღვაგინებებზე ვართ გადასული. საქართველოს ლანძღვაგინება არ არის. საქართველოს არის დარბაისელთა ქვეყანა. საქართველოს არის ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა. საქართველოს არის ნიჭზე ორიენტირებული ქვეყანა. საქართველოს არის განათლების ქვეყანა. ერთადერთი მეფე ყავს ამ ქვეყანას, განათლება. განათლებული ადამიანი იქნება მეფე, გაუნათლებელი მონა. განათლების სისტემაა შესაძლებელი. კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება. ნახეთ, მოისმინეთ, აი ეს პროგრამა, იმედის პროგრამა, ურჩიეთ სხვასაც, რომ მოისმინონ ეს. მოდით განვავითაროთ, მოდით შევერთეთ ხალხო. ჩვენ ყველას ვეუბნებით, თქვენ თემურ შაშიაშვილს არ უნდა დაუჭიროთ მხარი. არც მეცნიერთა კონგრესს არ უნდა დაუჭიროთ მხარი. არავის არ ჭირდება ეს. ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ პროგრამებს, მეცნიერულს და შევერთეთ მეცნიერულ პროგრამებში. მეცნიერულ პროგრამები წავა ქვეყანა წინ. ამ ქვეყანაში არ შეიძლება ფულის ძალაუფლება იყოს. ფულის უფლების ქვეყანა არ შეიძლება იყოს საქართველოს. დღეს ეს არის. საქართველოს უნდა იყოს ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა. ეს არის მეცნიერთა კონგრესის პროექტები. ყველანი საჭირო ვარ ჩვენ ამ ქვეყნისთვის. მაგრამ უფალი მაშინ არის ჩვენთან, როდესაც ჩვენ ვერთიანდებით მტრის წინააღმდეგ და არა ერთმანეთს როცა ვებრძვით. ჩვენ მტრის წინააღმდეგ ვერ ვერთიანდებით. და ერთმანეთს კი ვებრძვით. უფალი ვერ იქნება ჩვენთან. ეშმაკი თამაშობს ჩვენით, როცა სწორად არ ვაზროვნებთ. ეს დიდი ბიბლიური გამოთქმაა. ეშმაკი თამაშობს ყველა ადამიანში ეშმაკი ზის, რომელიც ებრძვის სხვას. სხვის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე წაგებაა, დამარცხებაა, გაიმარჯვე საკუთარ თავზე. სხვას ნუ ებრძვი, სხვის წინააღმდეგ ნუ იბრძვი, გაიმარჯვე საკუთარ თავზე. ჩვენ ვერ შევცვლით ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთი უნდა მივიღოთ ისეთი როგორიც ვართ, მაგრამ რაღაცა უნდა გვაერთიანებდეს. ეს რაღაცა არის სწორედ საქართველოს ინტეგრალური რესურსები. ეს რაღაცა არის ის, რასაც მომავლის საქართველო ქვია. ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების საქართველო ქვია. რაღაცა არის ის, როცა ჩვენ პასუხისმგებლობას გრძნობთ ჩვენი წინაპრების საფლავების წინაშე. როცა ჩვენ პასუხისმგებლობას გრძნობთ ჩვენი მეფეების, ჩვენი დედოფლების, ჩვენი წარსული, ჩვენი დიდი სამღვდელოების წარმომადგენლების წინაშე, რომლებაც სასწაული ისინი ჩაიდინეს, 100,000 წამებული ყავდა ქვეყანას, 100,000 წამებული. დაადგი ღვთისმშობლის ხატს ფეხიო უთხრეს და ცოცხალი დარჩებიო. არ გააკეთა ეს 100,000-მა კაცმა. ეს არ არის ჩვენში, ეს სისხლი არ არის, თუ ეს არ არის შენში, ქართველი არ ახარ მაშინ, თუ ამ გამოთქმაზე რაღაცა ტანში არ გაგცვის
და არ გატანს და რაღაც ეს პასუხისმგებლობას არ გაკისრებს, აღარ გჭირდება არავითარი გამოკვლევა, ქართველი არ ახარ, ამ საქართველოს შვილი არ ახარ და კი ბატონო, ამ საქართველოს შვილი თუ არ ხარ, გააკეთე რაც გინდა, მაგრამ ვინც ვარ საქართველოს შვილები, ვისაც გვესმის, რომ ეს ასე უნდა იყოს, კი მაგრამ რას ვებრძვით ერთმანეთს? რა გვინდა პარტიებს ვდიოთ უკან, პოლიტიკოსებს ვდიოთ უკან, რომლებმაც რა მდგომარეობაში ჩაგვაყენეს? ესენი პოლიტიკოსები კი არ არიან, ეს არის ფულისთვის ჩარჩული მოქმედება, ჩარჩობა, ფული რო იშოვონ. პოლიტიკაში არიან იმიტომ, რომ ბიზნესად აქციონ პოლიტიკა. არ გამოვა ეს. არ ვერ წავა საქართველოს წინ. კი ბატონო, მაგრიტიკეთ მე რამდენის გინდა და თქვით რაც არის. მე ამას რომ ვამბობ, ჩემთვის ადვილი არ არის ამის თქმა. იმიტომ რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელსაც ფული არ აქვს და ფული აქვს და ინტელექტი არ აქვს. ისინი ვერ იტანებენ მოაზროვნე ადამიანებს. ვერც მწერლობაში, ვერც ხელოვნებაში, ვერც სხვაგან ისეთ ადამიანს მიეხმარებიან წიგნის გამოცემაში, რომელსაც უბრალოდ თვითონ არ აქვს საკითხული ავტორს. ერთკლიანობაში. რატომ? იმიტომ რომ თქვენ, ესეთი მწერლობა გვყავს ჩვენ. საქართველოს უნიკალური დღეს მწერლებაშიც უნიკალური წარმომადგენლები ყავს, მეცნიერებაში უნიკალური წარმომადგენლები ყავს, განათლებაში უნიკალური წარმომადგენლები ყავს, მედიცინაში უნიკალური წარმომადგენლები ყავს, სპორტში უნიკალური წარმომადგენლები ყავს. მიულოცოთ ჩვენს ჯიუდოისტებს, მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ დღეს. ყველაფერში, აგე როგორი ფეხბურთელები, როგორი ამ ფეხბურთელების პოლიტიზებას ვეწევით კიდე და ვიღაცა ლანძღავს, ვიღაცას თავისი უნდა იყოს. აცადეთ რა ყველას. აცადეთ ამ მოაზროვნე ადამიანებს, იყვნენ პოლიტიკის გარეთ, იყვნენ გარეთ და ვიყოთ ჩვენ პასუხისმგებელი ამ ხალხის წინაშე. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. ეს გზა არ გადის პარტიებზე და ეს გზა არ გადის სკამებზე. ეს გზა გადის ღირსებაზე. როგორც მამარდაშვილი რო გითხარით, ადამიანი იწყება ღირსებით. ღირსება თუ გაგაჩნია, იბრძოლებ საქართველოსთვის. ღირსება თუ არ გაგაჩნია, იბრძვი პარტიისთვის. ღირსება თუ გაგაჩნია, იბრძვი იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ნიჭის ძალაუფლება. ღირსება თუ არ გაგაჩნია, ხარ ფულიანის მონა და მდიდარი მონებით გაივსო ქვეყანა. ჩვენ ღირსებით იწყება ადამიანიო, თქვა ამ დიდმა ფილოსოფოსმა. ღირსებით იწყება ადამიანიო. ღირსებაა მთავარი. მე ძალიან მინდა რომ ესე იგი როგორმე თქვენ შეძლოთ რომ გაეცნოთ ამ პროგრამებს. ძალიან მინდა რომ მოქმედებაში მოვიყვანოთ ესენი. ძალიან მინდა რომ შევერთეთ. მე არ მჭირდება დახმარება. არც მე მჭირდებით თქვენ, არც მე მჭირდებით თქვენ მჭირდებით მე. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. მომავლის საქართველოსთვის ეს სხვა რამეა. ერთმანეთს ვჭირდებით მომავლის საქართველოსთვის. და დავდგეთ იქ რომ ერთმანეთს ვჭირდებოდეთ. და არა ის ერთმანეთს ვებრძოდეთ. დაპირისპირება არის სუსტების მოგონილი 1000 ჯერ მithქვამს და 10000 ჯერ გავიმეორებ. ძლიერებით არ ამშრომლობენ. ვერ გამოჩნდა ქვეყანაში რომელიც თქვათ აი ასეთ პოლიტიკურ არენაზეა, ჩვენ არ აქვს ტრიბუნა, ტელევიზიებში და არაფერი. ერთადერთი ეს ტელევიზია ქართული ტივია და ესეც ვერ მივაღწიეთ ხალხში და ვეუბნებით რომ ვიღაცა მათილარი, ვიღაცა მასილარი, ვიღაცა ვინმე ხوارით ხობს რომ 500 ლარზე მეტი, ვიღაცა 500 კაცი ვერ უნდა მოგროვდეთ ქვეყანაში რომ ეს გავაკეთოთ. თუ ღირსება გაგვაჩნია. რომ მართლა გამოვცადოთ ეს ხალხი და ვთქვათ რომ აი რა შეუძლია ტელევიზიას, როგორც მერაბ ბერძენიშვილმა თქვა რომ ერთი ქართული ტელევიზია ამ ქვეყანას შეცვლის. და ვაკეთოთ არა პარტია, არამედ ტელევიზიაო, მერაბ ბერძენიშვილის სიტყვებია და თქვა, მე არ ვიცი რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია, მე არ ვიცი რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია, მე ვიცი მართალი ტელევიზიაო. ეს არის ის რაც დღეს მინდოდა მე თქვა. გითხარით, მადლობა ყველას, ვინც მომილოცა. ჩემგან ღალატი არ იქნება. მე რომ ვიხსენებ აი ასე დღეს ყოველთვის სამთელს ვანთებ თუ მარტო ვარ თუ ხალხში ვარ, ყველგან ფიქრობ ჩემს მასწავლებელზე, ჩემს ქეთო ჯინჭველაშვილზე, ჩემი სკოლის დირექტორი რომ იყო პირველი, ჩემს ზინა მასწავლებელზე, ზინა ბიბილეიშვილზე, რომელიც პირველ კლასში მასწავლიდა. ესე იგი ნადია დვალიშვილზე. აი მე ფიქრობ ამ ადამიანებზე, დათო ჭანტურიძე, ლუბა ვაჭრიძე, ჩემთვის რაღაც დედის როლში იყო ეს მასწავლებელი. ჩემს ლექტორებზე ფიქრობ, ჩემს დირექტორი რო ყავდა, ესე იგი შემდგომი დირექტორი სერგო გოგიაშვილი იყო სკოლაში, უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, როგორი რექტორები მყავდა,
კონსტანტინე იმედაშვილი ლექსივით კითხულობდა ლექციას 206 აუდიტორიაში რომ შევიდოდით მანქანათმშენებლობას გვიკითხავდა ისევით რომ ლექს კითხულობდა ენციკლოპედიური განათლების მქონე პიროვნება იყო კონსერვატორია და ესე იგი მანქანათმშენებლობა ორივე წარჩინებულ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული პიროვნებას აი ეგეთი ხალხი იყვნენ რექტორები იმის შემდგომ მოვიდა ნოდარ ვალიშვილი უნიკალური პიროვნება იმის შემდგომ იყო არჩილ კოსტავა ასევე ყველა ძალიან ძლიერი მეცნიერები ისევე როგორც წარმოებაში რომ მივედ დავით მანდარია ჩემთვის აი რაღაც დღემდე შემომჩა რომ უნიკალური პიროვნება უნიკალური როგორი პატივისცემით იყვნენ ყველანი მის მიმართ მე გავიარე ჩემთვის ორი დიდი მასწავლებელი ყველა დიდი მეგობარი იყო ვინც რომელიც განზღავენ კომკავშირში და ისა ორბანი უყვართ ვიღაცებს ის კომკავშირის ეკას პირველი მდივანი რო იყო და მე ჟიული შარტავა მიყვარს და მიყვარდა თამაზი მედაძე და მიყვარდა ჟიული შარტავა და დღემდე აი დღეს ყველაზე მეტად ამ ორი ადამიანს სასაულმა პიროვნებამ მომილოცეს დაბადების დღე მაგრამ აი დამაგლა ეს ორი ადამიანი ბედნიერი ვიქნებოდი რომ ამ ორ ადამიანსაც მოილოცა მაგრამ მე ამ ორი ადამიანის წინაშე და ძალიან ბევრი ჩემი მეგობრების ვისთან ერთადაც მიმუშავნია გზნობ პასუხისგებლობას მე მათ წინაშე და ვამბობ იმას რომ ჩემგან ღალატი არ იქნება ამას ვეუბნები ყველას თუნდაც პეტრე ჩხეიძეს რომელიც სულ არ მიცნობდა მაგრამ აი რომ მივედი და ჩვენი განყოფილების გამგე იყო თუ რამე სადმე დადგებოდა ადგილი აი იმას ჩემზე საუბრობდა ისევე როგორც ჟიული შარტავა ისევე როგორც თამაზი მედაძე არც დედის ხრივ არც მამის ხრივ წარმოგიდგენია თქვენ არავინ არც პარტიის წევრი არ მყოლია არც ხელისუფლებაში არ მყოლია არავინ საერთოდ მიწასთან დაკავშირებული ადამიანები იყვნენ მამა ჩემი იყო უბნის კარგი თამადა და ნათლულები ყავდა ბევრი და ნათლიები და აი ასეთი რამ და აი ასეთი ოჯახში გავიზარდე რომელშიც სტუმრით იყო სავსე და სტუმართ მოყარეობა ავკარგიანობა იყო მაშინ აი ეს ასეთ ოჯახში გავიზარდე მე ოჯახთან ერთად ასეთ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა სადაც არ წავედი ირგვლივ ყველგან რაღაც სიკეთით სავსე ადამიანები იყვნენ მე იმიტომ რომ მე თვითონ ვეძებდი ყველა ადამიანში ზოგ ჟოლანძღავდნენ ვეუბნებოდი კი კარგი აქვს ცუდი აქვს ეს მაგრამ ეს ხო აქვს კარგი ყველა ადამიანში არის ერთი კარგი რომელსაც უნდა ჩავეჭიდოთ და კი არ ვლანძღოთ არამედ იმ კარგით ვებრძოლოთ მაშინ იმ ნაკლოვანებებს მე სასაული რამეები სასაული ძალა მომცეს ჩემმა მასწავლებლებმა ჩემმა ლექტორებმა ჩემმა თქვათ აი დირექტორებმა საწარმოებში სადაც ვიმუშავე ყველა ვისთანაც მომიწია მუშაობა სხვადასხვა თანამდებობებზე ყველგან აყოფილების და მადლიერების მეტი არაფერი გვაქვს ამიტომ დავარქვი ამ გადაცემას დღეს რომ ეს არის მადლიერების მე რასაც ვაკეთებ პროგრამებს და ყველაფერს მე ვამბობ იმას რომ მე ვიყავი ბედნიერი ვანო ვარლამიშვილს ამ უდიდეს მექართულე კაცს თავისი ძმის ვარლა საფლავთან პარიზში რომ ქუთაისის საპატიო მოქალაქის გადავეცი მოწმობა გადავეცი უწყინვალეს პიროვნებას ისევე როგორც დღეს აი მინდია უგრეხელიძეს ვეუბნებოდი რომ ვთქვათ აი მას და უამრავ პიროვნებას მე ვიწყებ ერთ გადაცემას აი როინ მეტრეველთან დაიწყება პირველი ეს რომ ვთქვათ პოლიტიკოსისა და მეცნიერის საუბარი ისევე იქნება ძალიან ბევრი ვინმეს მე ვთხოვე ჩემთვის ძალიან უამრავი რამეები ვისწავლე მე იმ ხალხისგან აი ვთქვათ ვთქვიათ პეტრე ჩხეიძისგან სოსო ორჯონიკიძისგან აი რომლებსაც აი ტვინით გატენილი ადამიანები არიან ესენი აქ ჩვენთან რაღაც იმას უყურებენ ისე იმით თვალით იმაზე ძველი რას ლაპარაკობ ჩვენ გვჭირდება რომელსაც შეუძლია რომ ესე იგი ძველი და ახალი გამოცდილების შეკვრა გვჭირდება ერთმანეთში სხვანაირად ეს არ მოუდგენელია სხვანაირად ეს არ მოუდგენელია ქვეყანა ვერ წავა წინ არავის მიმართ სიძულვილი არ უნდა იყოს ყველა ადამიანში არის მზე და ამ მზეს უყუროთ ჩვენ და საქართველოს თვითონ დაჭრილი მზე ძალიან დიდმა მწერალმა რობაქიძემ რო თქვა ეს საქართველოს დაჭრილი მზეა ჩვენ დღეს არ ნახულობ ჭირდებით ერთმანეთს არ ნახულობ და მოდით სწორედ ამ გზით ვიაროთ მე სწორედ ამ მასწავლებლებმა მომცეს ძალა რომ ტანკებს დავხვედროდი წინ ამასწავლებლებმა მომცეს ძალა რომ რუსი ჯარი გაგვეყვანა რუსული სკოლები ესე იგი გამეუქმებია ქუთაისში და მე თქვა რომ საქართველოს ჭირდება მხოლოდ ქართული სკოლები გაძლიერებული ინგლისურით გერმანულით რუსულით რაც გნებავთ მაგრამ ქართული სკოლა არ წავიდა ასე ქვეყანა წავიდა ისე რომ წაიკითხავ იტალიური სკოლა გერმანული სკოლა კი ყველაფერი იციან გერმანიის ისტორია იციან იტალიის ისტორია მაგრამ არ იციან საქართველოს ისტორია იმიტომ რომ იმ ქვეყნის პროგრამით მუშაობენ აქ
ეს არ არის საქართველო. ვინ ამბობს იმას, რომ არ ვიცოდეთ ეს არა პირიქით. წადით და ნახეთ აბა ერთი ამერიკელს შეიძლება რომ მკითხოთ თქვენ მე გამოვცადე ეს დიდ ბიბლიოთეკაში რომ მივედი ელემენტარული გვარები არიციან მწერლების საქართველოში ნებისმიერ სოფელში ჩადი და 5-6 ამერიკელ მწერალს დაგისახელებენ არ არსებობს ამერიკელ მწერლები არიციან მე ამით ამერიკას კი არ ვაკნინებ ჩვენ საქართველოს ისტორია ვასწავლოთ ამ ხალხს დღეს ჩვენ ეს პროგრამა გამოვიტანეთ თქვით ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდეთ ჩვენი ისტორია ვიცოდეთ ჩვენი ურთიერთობები ვიცოდეთ ვისი გორისა ვართ პირველი საუკუნის 30-იან წლებში ანდრია პირველწოდებულმა სვიმონ კანელებმა და მათთან რკინის ჯვარი აღმართეს ხარაგაულში ეს რკინის ჯვარზე 19 აგვისტოს ავდივართ 2000 წლიდან მოყოლებული აი იქ ავდივართ ჩვენ რკინის ჯვარზე წელს განსაკუთრებული იქნება ალბათ მეცნიერთა კონგრესის ძალიან ბევრი წევრი აპირებს ამოსვლას და მე დარწმუნებული ვარ რომ შევძლებთ კიდევაც და იქ განვიხილავთ კიდე ძალიან ბევრ პროექტს ბიბლიურია საქართველო ბიბლიური ადგილებია გელათიც ბიბლიურია და ის ადგილი ბიბლიური ადგილებითაა ქვეყანა სავსე რისის ჩვენ თურაშაულის პატრონი ტყეში როგორ უნდა ვეძებდეთ პანტას არაფერი ჩვენ არაფერი ის არა გაქვს მე ერთხელ რომ მკითხეს შენი ბიოგრაფია გითხარიო პასუხი გავეცი ისეთი ვიღაცას ეგონა რომ ეს რა ამპარტავანიაო მე მას უთხარი რომ ჩემი ბიოგრაფია ეს არის გელათიდან ბაგრატამდე თქო და გაუკვირდა და ეს რას ნიშნავსო და მე ვთხარი საბავშვო ბაღში რო ვიყავი მაშინ ჩვენი საბავშვო ბაღის ზღვაზე ვერ მიდიოდა არ ქონდა ამის საშუალებები და გელათში მოვყავდით და გელოთის ეზაში ვიზრდებოდით ჩვენ 2-3 წელი საბავშვო ბაღში რო ვიყავი და ჩემთვის ჭეშმარიტება იყო რასაც ვეხებოდი ხელით ეს ვთქვი მე რომ ჭეშმარიტება იყო ის რასაც ხელით ვეხებოდი მაგრამ მე ვთქვი იმის თაობაზე რომ როცა ბაგრატის ტაძრის 1000 წლის თავი აღნიშნეთ 2003 წელში მაშინ მივხვდი რომ ჩემთვის ჭეშმარიტება არის ის რასაც გონებით ვწლები ხელის შეხებიდან ასე დაიწყო ჩემთვის ჭეშმარიტება და მივიდა ეს დაიწყო გელათში და მივიდა ეს როცა ბაგრატის 1000 წლის თავი იყო მაშინ მივიდა როგორც თქვათ აი ამ შემთხვევაში ბედნიერება ხო არის მამიდა ჩემი მირეკავს და სასიამოვნოა ძალიან 5 ძმანი იყვნენ და მამიდა ცოცხალია დიდხანს იყოს და აი მირეკავს ახლა მილოცავს მოლოცვა უნდა ალბათ და ძალიან ამაღელვაა მიმანაც აი ასე ეს ამპარტავნული კი არ იყო ჭეშმარიტება სხვა რამეა ბატონებო დღეს ხელით რასაც ვეხებით ეს აღარ არის უკვე ჭეშმარიტება რასაც გონებით ვწლებით და აი ჩვენ ამიტომ ჭირდება ძლიერი განათლების სისტემა ამიტომ ჭირდება ჩვენ ინტელექტუალები ხელისუფლებაში ამიტომ ჭირდება ჩვენ ესენი ზოგიერთისთვის ჭეშმარიტება არის ფულს რო ეხება ეს არ არის ჭეშმარიტება ჭეშმარიტება არის გონებით სტომა რასაც ვწლები გონებით აი ასე უნდა წავიდეთ ჩვენ ეს არის ჩემთვის დღევანდელი დღე ეს საუბარი მინდოდა მე თქვა ის რომ დღეს იმედის პროგრამა გამოვიტანეთ უკვე ალბათ გუშინ შეიძლება უკვე დასრულდა ეს იმედის პროგრამა მივეხმაროთ ერთმანეთს დავდგეთ ერთმანეთთან ჩვენ ამ ქვეყანას ჩვენს მეტი პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას მტერი არ ყავს ქვეყნის გარეთ მტერი შიგნით ყავს და მოყარე შიგნით ყავს რაც მეტი მოყარე ეყოლება შიგნით და რაც ნაკლები მტერი ვიქნებით შიგნით ვინ არის მტერი გარედან მართული ნებისმიერი პოლიტიკოსი ვისგანაც არ უნდა იმართებოდეს ის მტერია გარეთ ძალების მსახური პარტია და პოლიტიკოსი ვისგანაც არ უნდა იყოს ის რომ ითხრას რომ მე ბაიდენი ტრამპის დავალებებს ასრულებდა ესე იგი ტრამპი რაღაც იმათ იყოს აღიარებული მე ვეუბნებ იმას რომ არავინ შენი დედის შენი მიწის ზახელით უნდა ცხოვრობდე აი ეს არის საქართველოს პოლიტიკოსების 99% გარედან იმართებიან გარედან ფინანსდებიან და გარეთ ძალებს მსახურებიან მეცნიერთა კონგრესი ამბობს ჩვენ არ გვჭირდება ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შექმნილი პარლამენტები და ხელისუფლებები ასე იყო შევარდნაძის ასე იყო სააკაშვილის ასეა ბიძინევანიშვილის ჩვენ გვჭირდება ხალხის ამიტომ ვქნით იმ საზოგადოებრივ პარლამენტს ჩვენ გვჭირდება ინტელექტზე ორიენტირებული ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზულ რამებზე დაფიქრება ამ ქვეყანას აქვს დიდი მომავალი ამ ქვეყანას ვიმეორებ ჩვენ მტერი არ აქვს გარეთ მტერი შიგნითაა
ამ ქვეყანას ტერიშ მოყარე შიგნით უნდა ვიყოთ ყელანი ჩვენი მოყარია ყველა ვინც ქვეყნის გარეთაა გასული ქართველი და არა ქართველი და ვინც საქართველოს მეგობარია ნამდვილი ამიტომ ამბობ ჩვენ უნდა შედგეს ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყოს საქართველოს მეგობართა რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს დიდი შეკრება და მასზე უნდა გამოვიდეს მომავლის საქართველოს დიდი პროექტი და პროგრამა მე მომავლით ცხოვრობ და ვამბობ ხმამაღლა მე არ წარსულის და არც მომავლის არ მეშინია მე ვიცი რომ საქართველო არის დიდი წარსულის მძიმე რეალობის მაგრამ წარმოუდგენლად დიდი მომავლის ქვეყანა და წარმოუდგენლად დიდი მომავლის ქვეყანა იქნება მაშინ როდესაც ჩვენ შევკრავთ და დავიწყებთ მოქმედებას საქართველოს ინტეგრალური რესურსების მოქმედებაში მოყვანისთვის მაგრად ვიყოთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვინც მომილოცეთ ვინც მომილოცავთ ვინც გამიხსენეთ არ აქვს მნიშვნელობა თუ არ გამიხსენეთ ვინც კეთილად განწყობილი ხართ რას თქვი ვიმეორებ ჩემგან ღალატი არ იქნება მე სიცოცხლის ფასად ვდგევარ საქართველოსთვის და არავითარი ღალატი ჩემგან არ იქნება გამორიცხული ეს ჩვენ შეუძლებელს შევძლებთ მე ასე ვარ განწყობილი ბრძოლით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ეს ოტიევსელიანსგან მისწავლე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და კარგი გამონათქვამია ერთხელ რო დამარცხდები ფეხზე უნდა დადგე 100-ჯერაც რო დამარცხდე მაინც ფეხზე უნდა დადგე უიმედობა არა იმედი და იმედიანი განწყობა ჩვენ ყველანი ერთად შეუძლებელს შევძლებთ მაგრად ვიყოთ